სატანა რომ იყო, როგორ გაანადგურებდი თანამედროვე მამაკაცს. მაქსიმალურად ხისტად მიპასუხე. ვკითხე ChatGPT-ს. და იცი რა მიპასუხა? მზად ხარ ამ ინფორმაციისთვის? პირველი, შევსვამდი პორნოგრაფიაზე. ყველაზე სწრაფი გზა მამაკაცის განადგურებისთვის არის პორნოგრაფია. ის შეიქმნა იმისთვის, რომ მამაკაცი გამხდარიყო სუსტი და უინიციატივო. მეორე, გავხდიდი მამაკაცს სექსუალურად ამორალურს. დააკვირდი პირველი ორი პუნქტი სექს უკავშირდება, იმიტომ რომ მამაკაცისთვის სექსი არის ყველაზე ძლიერი დრაივერი. სექსუალური ამორალურობა, როცა ეძებს შემთხვევით პარტნიორებს თითო ღამით, one night stand, ძალიან თესლობად ითვლება დღეს. სამწუხაროდ და ასევე ცოლის ღალატი. მაინც ვერასდროს გაიგებს, ხო? ჩამოყალიბდი, შენ ფოკუსირებული ხარ მიზნებზე და ოცნებებზე, თუ შემთხვევით ვაგინაზე. სექსი უნდა გქონდეს მხოლოდ ერთადერთ ქალთან, რომელთანაც ერთად აშენებ იმპერიას. მესამე, ჩავსვამდი მამაკაცს სუსტი მამაკაცების გარემოცვაში. არავისთვის საიდუმლო არა, რომ გარემოცვა ყველაზე მეტად მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე. თუ ყავს 4 ნარკომანი მეგობარი, შენ მეხუთე იქნები. თუ ყავს 4 ლუდომანი მეგობარი, შენ მეხუთე იქნები. თუ ყავს 4 წარმატებული მეგობარი, შენ მეხუთე იქნები. და მეოთხე, შევსვამდი მას სოცმედიის სკროლვაზე. იმის ნაცვლად, რომ მამაკაცმა შექმნა საკუთარი პირადი ბრენდი, კონტენტი, გამოიმუშაოს თანხა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, შევსვამდი მას ბრმა სკროლვაზე, რომ რეალობისგან გაქცეულიყო. აი ესეთი ამბებია.